სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ხელოვნდელ დღეს დიდი მარხვის პირველ კვირას ჩვენი დედა ეკლესია ზეიმობს მართლმადიდებლობის დღესასწაულს, ჭეშმარიტი მართალი სარწმუნოების გამარჯვებისა ყოველ სრულ რწმენაზე. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია თითოეული ჩვენთაგანისათვის. დიდი მარხვა განსაკუთრებული დღეებია და იმ მარხვის პირველი კვირის, მძიმე მარხვის პირველი კვირის თავზე კვირა დღეს კიდევ ერთხელ ჩვენი დედა ეკლესია შეგვახსენებს თუ რომელ წიაღში ვიმყოფებით ყოველი ჩვენთაგანი, რომ რა დიდებული საუცხო საოცარი რამ მოგვენიჭა თითოეულ ჩვენთაგანს გადარჩენის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ყოფნის საშუალება. ვენეციელი მღვდელმთავარი ილია მინიატისი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რწმენის შესახებ. როცა კეთილმსახური ჭვრეტით ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმოცენებას, ზრდასა და დამტკიცებას წარმოვიდგენ, მაშინ კვლავ ვხსნი საიდუმლოებებს, სასწაულებს, ვპოულობ ერთხმრივ ისეთ მრავალრიცხოვანს, რომ ენა ვერ აღწერს, მეორეს მხრივ იმდენად ამაღლებულს, რომ მათ აზრიც ვერ მისწდება. ამიტომ გაკვირვებითა და სიხარულით ახსილი ვადიდებ ასეთ სარწმუნოების მომცემელ დიად ღმერთს და დავითთან ერთად შევსახებ დიდარს უფალი ჩვენი, დიდარს ზალი მისი და გულისხმისა მისისაი არ არის რიცხვი. ხოლო მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელ ერს ვიალერსები სიტყვებით ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი. და დღეს ამ წმინდა ამბიონზე ასვლას ვბედავ, რათა შეძლების დაგვარად გამცნოთ დიდება და სიდიადე მართლმადიდებლობისა. თუმცა მის შესახებ უმაღლესი სიტყვა ქრისტეს რომელიმე მოციქულისა და მოწაფის ან ჩვენი ეკლესიის ღმრთივ განათლებული მასწავლებლის ბაგით უნდა წარმოითქმებოდეს, რათა მართლმადიდებლობის ზეიმი მისთვის ჩვეული უძლებელობით აღინიშნოს. ღმრთისადმი მიძღვნილ ამ დიად დღეს მართლმადიდებლობის მტერზე ერეს გამარჯვების ნიშნად თავშეყრის დღეს ჩემი გონება უზაკველი ისრაიტელის ნათანაილის აღიარებაზე ჩერდება, რომელიც ცნობს იმას, ვის შესახებაც წერდნენ სჯულსში მოსე და წინასწარმეტყველები. რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაი, შენ ხარ მეუფე ისრაელისაი. ეს არის პირველი აღიარება მართლმადიდებლობისა, მაგრამ რა შეიძლება იყოს მართლმადიდებლობის შესახებ იმაზე ქველი და სასარგებლო სიტყვა, ვიდრე მართლმადიდებელი მასწავლებლების მიერ მართლმადიდებელი მსმენელისადმი ნაუწყების სიტყვა. მაშინ სარწმუნოების ღვთივ დანერგული ხე ფესოს ღრმად გაიდგამს მართალთა გულებში. სახარებისეული ჭეშმარიტების სუფთა ნაკადით ხშირად მოირწყვება და საუკუნო ცხოვრების სუფთა ნაყოფს შეძლების დაგვარად მეც მოიწევს. ეხლა გონებით გაზომეთ ცდომილებისა და წარწმედის მთელი სიღრმე, რომელშიც მსოფლიო იყო ჩაძირული. გაზომეთ ღვთივშემეცნებისა და სიწმინდის სიმაღლეც, რომელზეც იგი ქრისტეს რწმენით უნდა ასულიყო. ადამიანთა გულებში ღრმად ფეს გამდგარი კეფთაყვანისმცემლობა უნდა დამხობილიყო და უნდა აღზევებულიყო რწმენა ერთი ღმერთისა, რომელიც ზეცაში სუფევს ერთიანი ბუნებითა და სამი იპოსტასით. ეს სამი იპოსტასი ერთი ღმერთია. რწმენა ღმრთისა, რომელიც მიწაზე მოვიდა ორი ბუნებითა და ერთი იპოსტასით, ღმერთ კაცისა
და ჯვარზე მომკვდარი კაცისა. კერპთა ტაძრები, რომლებითაც დედამიწა იყო მოფენილი, უნდა დამხობილიყო. მათ ადგილზე უნდა აღმართულიყო ახალი ეკლესია, რომელშიც ვითარცა საჩეხეში წარწმედილი ცხვარნი შეგროვდებოდნენ. უნდა ქადაგებულიყო ამ ქვეყნიური სიბრძნის სრულიად საპირისპირო სწავლება და ბოროტებაში ამ ქვეყნიურ დემონებად და ქცეული ადამიანები მას სათნოებით მიწიერ ანგელოზებად უნდა გადაექცია. მოკლედ რომ ითქვას, ცოდვაში დაძველებული მსოფლიო სიწმინდეში უნდა განახლებულიყო, სრულიად გადასხვაფერებულიყო და რწმენა და ცხოვრება შეეცვალა. და მართლაც შეიცვალა სამყარო, ვისი მარჯვენის საქმე უნდა ყოფილიყო ეს სასწაულებრივი ცვლილება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ღმრთის მარჯვენისა, მხოლოდ უზენაეს ღმერთს, რომელსაც სამოქმედო საშუალებების არანაირი საჭიროება არ ჰქონდა, შეეძლო ეს სასწაულებრივი საქმე არაფრისაგან ექმნა. ქმნილებათაგან, რომელი განცხადდა ეკლესიის მოსაწყობად და ქრისტეს სარწმუნოების საკადაგებლად. ზეციდან არც ანგელოზი ჩამოსულა, არც მთავარანგელოზი, რათა ადამიანები დიად სასწაულთა ზებუნებრივი ძალით გაეოცებინა. აქ დედამიწაზე არ გამოჩენილა მამაცი მხედართმთავარი, ბრძენი მოხმე, რომელიმე სახელგანთქმული მდიდარი, რომელიც იარაღის ძალით აიძულებდა ან მჭერმეტყველებით დაარწმუნებდა, ან კიდევ მრავალი საჩუქრით მოიზიდავდა ადამიანებს ახალი სარწმუნოებისაკენ. პირიქით, სულნელნი იგი სოფლისანი გამოარჩია ღმერთმა, რათა არ ცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოარჩია ღმერთმა, რათა იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოარჩია ღმერთმა და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განაქარავნეს, როგორც ამბობს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. ვინ არიან ისინი? იუდეველები, ანუ სირცხვილი და აუგი ყველა ტომისა. აქ იგულისხმება ის იუდეველები, რომელთაც ჯვარს აცვეს ქრისტე და მათი მიმდევრები. საქმიანობით მეთევზენი, ესე იგი ღარიბი და უსწავლელი ადამიანები. მხოლოდ 12-ნი, ძალზე ცოტანი, სწორედ ისინი გამოარჩია ღმერთმა და სახარების საკადაგებლად მთელს მსოფლიოში წარგზავნა. წარვედით ყოველსა სოფელსა და უკადაგეთ სახარება ესე და ყოველსა დაბადებულსა. თითქოს და ხედავ მათ, აი ისინი იერუსალიმის სახლიდან გამოდიან, რათა სხვადასხვა ქვეყანისაკენ გასიონ. ცოტა ხნით შეიცადეთ გალილეველნო მამან და მითხარით, ამას რა საქმეს იწყებთ? ჩვენ ზოგიერთნი წარგზავნილი ვართ რომში, მსოფლიოს სამეფოს დედაქალაქში, ვინ ათენში, სადაც დედამიწის სიბრძნეა დავანებული, ვინ ინდუელებთან, ვინ სკვითებთან, ველურ ბარბაროს ტომებთან. ერთი სიტყვით ქვეყნის დასალიერამდე, რათა სხვა რწმენა განვდევნოთ და ადამიანებს ღმერთკაცისადმი რწმენა მივაღებინოთ. რწმენა ღმერთკაცისადმი, რომელიც ერთი დედისაგან, ქალწულისაგან უმამოდ იშვა, ღარიბი კაცისადმი, რომელიც პილატე პონტუელის დროს ორ ავაზაკს შორის ჯვარზე მოკვდა. სიკვდილის შემდეგ აღსდგა, ზეცად ამაღლდა და კაცობრიობის მოდგმის განსაკითხავად კვლავ ჩამოვაჩ ზეციდან. მივდივართ, რათა ჯვარცმულისადმი სიყვარულისა და რწმენისათვის ამ ქვეყნისაგან, მამულისაგან განდგომილთათვის მზად იყვნენ, რათა ყველა განსა და სამეფოს სიღარიბე და დამცირება ამჯობინონ. სიამოვნებას, კაცრი ცხოვრება, უყვარდეთ ერთმანეთი, უყვარდეთ მტრები, მათ ლანძღვას ლოცვით უპასუხონ, სიძულვილის წილ სიკეთე მიაგონ,
მივდივართ, რათა ეს სწავლება არა მხოლოდ უბრალო ადამიანებს უქადაგოთ, არამედ მხედართ მთავრებსა და მეფეებს, მოყმეებსა და ბრძნებს, ჩვენ გსურს, რომ მათ თავიანთი კვერთხი და გვირგვინი დაუტევონ და აღიღონ ჯვარი. სხვებმა თავიანთი გონება და ნება ჯვარცმულისადმი რწმენას დაუმორჩილონ. მივდივართ, რათა სამყარო ახალ რწმენასთან და ახალ ცხოვრებასთან მივიყვანოთ. წარმართული სამყარო ქრისტიანულ სამყაროდ ვაქციოთ, უღირსება სიწმინდეთ. კეთილი, თქვენ რა თქმა უნდა დიდ და ძნელ საქმეზე მიდიხართ. სად არის თქვენი ჯარი? ჩვენ მხოლოდ 12 ვართ. სადაა თქვენი იარაღი? წარმგზავნელმა კვერთხის წაღებაზეც კი უარი გვითხრა. ესე იგი, ადამიანები სიმდიდრით უნდა მოიზიდოთ? არა, ჩვენ ღარიბები ვართ. და ის მცირედიც მივატოვეთ, რაც გაგვაჩნდა. იქნებ სიტყვის ნიჭი გაქვთ, იქნებ ჭერმეტყველი მოყმენი ხართ და ამით აპირებთ მიაღებინოთ ადამიანებს ეს უცნაური დოგმატები, რომლებიც ყოველგვარ ბუნებრივ შინაარს ეწინააღმდეგებიან. არა, ჩვენ არანაირი ადამიანური ძალის იმედი არ გვაქვს. არამედ მხოლოდ ჩვენი წარმგზავნელის ძალას ვეყრდნობით და გვწამს, რომ ყველაფერს შევასრულებთ ყოველივე ძალმიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ, როგორც ამბობს პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში. ეს რა მისმის, მან ამ ადამიანებმა ყველაფერს მიაღწიეს, რისი მიღწევა სურდათ. ახლა გთხოვთ, მითხრათ, ვის შეეძლო გაეკეთებინა ესოდენ დიადის საქმე? შეექმნა ეს მართლმადიდებელი ეკლესია დასაბამიდან არაფრისაგან, ასეთივე არა არსებულისაგან, როგორც ამბობს პავლე მოციქული. ვის შეეძლო ამის გაკეთება გარდა ყოვლა ძლიერი ღმერთისა? დიახ, მარჯვენებმან უფლისამან ქმნა ძალი. გავაგრძელებთ თხრობას წირვის ბოლოს. რწმენა ეს ცხოვრების წესია. ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ. თუ ცხოვრება რწმენას არ ეთანხმება, ასეთი რწმენა მკვდარია და სრულიად გამოუსადეგარი. რა სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკვე თუ ვინმე თქვას, სარწმუნოება მაქვს და საქმემი არ ჰქონდეს. ნუ ძალ უცმია სარწმუნოებასა მხოლოდ ცხოვრებად მისსა. როგორც ამბობს იაკობ მოციქული. რამე თუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკვდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმისა მკვდარ არის. არა ყოველმან, რომელმან მრქვასმე უფალო შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ჰყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. ამ სიტყვების განმარტებისას მათეს სახარებიდან ივანე ოქროპირი ამბობს, აქ ღმერთს უნდა იმაზე მიგვითითოს, რომ რწმენა საქმის გარეშე სრულიად უძლურია. ესე იგი, რწმენა საქმის გარეშე მხოლოდ გვამია რწმენისა და არაფრის ქმნა არ ძალუց. და ადამიანი მორწმუნე, რომელიც ქრისტიანულად არ ცხოვრობს, საუკუნო ცხოვრებით ნუ დაიმედდება. კერპისთავი სუფთა ოქროთი იყო ნაკეთები. პირველი საუკუნეების ქრისტიანებიც თავიანთ სათნოებებით და სიწმინდით ოქროს გავდნენ. ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები, იპოდიაკვნები, მონოზვნები, საერთოდ ყველა კლირიკოსი თავისი კეთილი ცხოვრებით და მაგალითით, სწავლებითა და ზნით, სხეულითა და სულით იყვნენ ვითარცა სუფთა ოქრო. ისინი ყველანი ბრწყინავდნენ, როგორც შუქი ჭეშმარიტებისა. თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი, როგორც ამბობს წმინდა წერილი. ამის შესაბამისად, ერისკაცნით სუფთა ოქრონი იყვნენ. მამანი სიკეთით, დედანი კრძალულებით, მხცოვანი კეთილი განსჯით, ჭაბუკნი უბიძოებით, ბავშვები უბრალოებით, ქრისტიანენი თავიანთი
ცხოვრებით ოქრონი იყვნენ, ზეციურისა და სულიერის გარდა სხვა არაფერზე ფიქრობდნენ. ისინი დროს არა მოყვასის ფუჭ განკითხვაში, არამედ ღმრთისადმი გალობაში ატარებდნენ. თავიანთი ოქრო ხელებით არ ძარცვავდნენ, არამედ საკუთარს გასცემდნენ. ოქრო გულიანებს მხოლოდ ღმერთი და მოყვასი უყვარდათ. ღმრთის სიყვარულით მუდამ მზად იყვნენ სისხლი მოწამეობრივად დაენთხიათ. მოყვასის სიყვარულში ყველას თითქოს და ერთი გული და სული ჰქონდა, სუფთა ოქროთი ნაკეთები თავი. ეს საკნო წმინდა და ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან. შემდეგ მოდის ვერცხლის მკერპისა. ღირებულებამ იქო ვერცხლი ძვირფასია, მაგრამ არა ისეთი, როგორც სუფთა ოქრო. დროთა მსვლელობაში ის სარწმუნოებრივი აღმაფრენა ჩაქრა, შემცირდა სათნოებები ქრისტიანთა ცხოვრებისა. ქრისტიანთა ცხოვრება კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც პირველ ხანებში. ამას მოყვება რვალის მუცელი. ქრისტიანთა ცხოვრება გაუარესდა. გავრცელდა სასტიკი და კაცრი ზნე, მაგრამ თუმცა ბრინჯაო, ოქროსი და ვერცხლის არ იყო, მაგრამ არ არის, მაგრამ მაინც რაღაცად ღირს. ქრისტიანებიც ასევე, თუმცა პირველი და მეორე პერიოდის ქრისტიანებს არ გავდნენ, მაინც სრულიად უხმარნი არ იყვნენ. ისინი არ იყვნენ სრულყოფილნი, მაგრამ არც არარაუმანი იყვნენ. მრავალ წინასწარ მეტყველს შორის შესაძლებელი იყო თუნდაც ერთი სათნოების პოვნა. ჩვენ კერპების ქვედა ნაწილამდე, ფეხებამდე ჩავაღწიეთ, რომლითამე უკვე რკინისანი და კერძოითა კეცისანი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ იმ სავალალო მდგომარეობამდე მივდივართ, რომელზე დაბალსა და უარეს ვერაფერს ვიპოვით. ჩვენ ნაწილობრივ რკინას ვგავართ, ნაწილობრივ თიხას, როგორც რკინა სათნოებათა ბრწყინვალების გარეშე ვართ, როგორც რკინა უმეცრებაში დავიკარგეთ და ცოდვაში გამტკიცდით. ჩვენი ზნე თიხას გავს, საქმენი ბინძური ბილწი გვაქვს. ჩვენმა ბოროტებამ უკიდურესობას მიაღწია. ჩვენი რწმენა ქრისტიანულია, ცხოვრება წარმართული. მე ამას თვალნატყლივ წარმოგიდგენთ. შუადღე იდგა, როცა დიოგენემ თავისი ფანარი აანთო და თითქოს რაღაცას ეძებსო, ათენის მოედანზე სიარული დაიწყო. ვინც ხედავდა, სიცილით ეკითხებოდა, რას ეძებ დიოგენე? ადამიანსო, პასუხობდა იგი. რა მოდგმის კაცს ეძებ დიოგენე? ადამიანები ორი მოდგმისანი არიან ისეთები, რომლებსაც მხოლოდ შესახედაობა აქვთ ადამიანისა. ესენი მხოლოდ გარეგნულად არიან ადამიანები. ასეთები არიან გვამები, გამოსახულებები და კერპები. შინაგანად სრულიად გამოუსადეგარნი და თავიანთი ვნებებითა და უმაქნესობით უგონო პირუთს უფრო გვანან ვიდრე ადამიანს. ასეც ბევრს ხედავდა დიოგენე, მაგრამ მას ასეთი არ სჭირდებოდა. არიან ისეთებიც, რომლებსაც ადამიანურ შესახედაობასთან ერთად აქვთ ადამიანის გონება სათნოებებში, შინაგან წადილსა და გარეგნულ ქმედებაში. ყველანი გონიერი, სათნო, ჭეშმარიტი ადამიანები არიან. იმ ხალხმრავალ ქალაქ ათენში ასეთ კაცს ეძებდა დიოგენე და ვერ პოულობდა. ვეძებ ადამიანს. შედარება მიმძიმს, მაგრამ სიმართლის თქმა საჭიროა. იმ დროს, როცა მართლმადიდებლობა შუადღის მზესავი დანათებს, სახარებისეული ქადაგების ჩირაღდანს ვანთებ, ქრისტიანებით სავსე ეკლესიაში მივდივარ, დავეძებ ქრისტიანს ვეძებ. ეს როგორ? განა ქრისტიანები არ არიან ისინი, ვისაც აქ, იქ, ქალაქებში, ციხესიმაგრეებში, ოლქებში, სამეფოებში, სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილში ვხედავ. ორი მოდგმის ქრისტიანები არსებობენ. ერთნი ამ სახელს მხოლოდ ატარებენ, გარეგნულად არიან ქრისტიანები და როგორც ამბობს პავლე მოციქული,
მხოლოდ სახი აქვთ ჭეშმარიტებისა, შიგნით კი სრულ საქმეები. მათ ქრისტიანული მხოლოდ რწმენა აქვთ, მაგრამ არა ცხოვრება. მათი ცხოვრება რწმენის საპირისპიროა. აქაუნდეს ხატი ღმრთისა მსახურებისაი და ძალსა მისა უარყოფდეს. ასეთებიდან არავინ მჭირდება, მაგრამ არიან ქრისტიანები, რომლებსაც სახელის გარდა საქმეებიც აქვთ, სათნო ცხოვრებას რწმენასთან აერთიანებენ და ყოველ მხრივ მართლმადიდებლები, ჭეშმარიტად ქრისტიანები არის. მე ადგილიდან ადგილზე გადავდივარ, რათა ის ვიპოვო. ვეძებ მოედნებზე, ხელისუფალთა შორის, მაგრამ მხოლოდ პატივმოყვარე თვით დაჯერებულობას ვხედავ. არსადაა ქრისტიანი. მას ვეძებ ბაზარზე, მოვაჭრეებს შორის, მაგრამ მხოლოდ გაუმაძღარ სიხარბეს ვხედავ. არსადაა ქრისტიანი. ვეძებ მას ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის და უკიდურეს გარყვნილებას ვხედავ. არსადაა ქრისტიანი. გავდივარ ქალაქიდან სოფლებში ვეძებ, მაგრამ აქ მთელი ქვეყნიერების სიცოცხლეს პოულობ. არსადაა ქრისტიანი. ზღვას გადავცურავ და მას მეზღვაურებს შორის ვეძებ, მაგრამ აქ მხოლოდ საშინელ გინებას ვისმენ. არსადაა ქრისტიანი. ჯარის მსახურებს მოვივლი და ვეძებ მას ჯარისკაცებს შორის, მაგრამ უკიდურეს აღვირახსნილობას ვხედავ. არსადაა ქრისტიანი. სახლებში შევდივარ და ქრისტიანს ქალებს შორის ვეძებ და რას ვხედავ. გათხოვილები ქმრებს შორდებიან და მემრუშეებთან ხიარულობენ. გასათხოვარნი ცოდვაში ცხოვრობენ. პატიოსან ქალებსაც ვხედავ, რომლებსაც ჩასაცმელისა და ამოუების გარდა არაფერი არ აფიქრებთ. ერთი ქრისტიანი ქალიც არსადაა. მინდოდა წარჩინებულთა და ძლიერთა ამა ქვეყნისა და სასახლეებშიც შევსულიყავი, რათა მენახა იქ ხომ არ არის ქრისტიანი, მაგრამ ვერ ვბედავ, მეშინია იქ პირმოთნეობა დარაჯა დგას და ჭეშმარიტებას შეღწევას არ ანებებს. ჰოი რწმენის დიდო შეგელწვა, ჰოი ქრისტიანთა უდიდესო განგითხავ. განა არ გითხარით, რომ ჩვენ ცუდ მდგომარეობამდე მივედით, რომ კერპის ფეხებამდე ჩავახციეთ, რომლებიც ნაწილობრივ რკინისა, ნაწილობრივ თიხისა. განა არ გითხარით, რომ ამდენ ქრისტიან შორის ვეძებ და ვერცერთს ვერ პოულობ. ყოველთავე მიაქციეს ერთბანა თუ უხმარ იქმნეს, არავინ არს მიერთადმდე. კლირიკოსები და ერისკაცნი, თავადები და ღარიბები, კაცები და ქალები და ბავშვები, ჭაბუკები და მოხუცები, ყველა განიდრიკა რწმენისაგან, უხმარი ცხოვრება დაიწყეს, ერთიც არ არის ისეთი რწმენით რომ ცხოვრობდეს. ქრისტიანენო, რომლებიც უცრემლოდ მისმენ, თუ კი შემოსრულებისაგან ტირილი არ გსურთ, სირცხვილით მაინც იტირეთ. მე კი საშინელება მიპყრობს, გულისტკივილი ჩემს ბაგეს სიტყვის დასრულებას არ აცდის. ამით დაუდუმდები ქრისტიანო, თუ კი შენი ცხოვრება არ იქნება ისეთივე კეთილი და წმინდა, როგორც შენი რწმენა. ცხონებას ნუ მოელი უნდა იცხოვრო რწმენით და ღმერთს სამი გარემოებისათვის ემადლიერო. პირველი, რომ ქრისტიანი ხარ და არა უწმუნო. მეორე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ და არა ერეტიკოსი. მესამე, რომ მართლმადიდებელი ხარ არა მხოლოდ რწმენით, არამედ ცხოვრებითაც. მხოლოდ მაშინ გქონდეს იმედი, რომ ცხოვრდები და ცათა სასუფეველს მიაღწევ. ერთმან დაგლოცოთ და გაგურთოთ.